თუ ახლა ხანს ახალი ადგმული ქონდა ფეხი ზოგადად რაგბიში და მატკავა მშვენიერია გახსნა ანგარიში დავწინაურდით ნა ესე მე 5 წუთზე 0-3 ანგარიში თუ გავიხსენეთ თურქეთის შეხვედრები მეცდება რომ 6-მდე გაზარდოს სხვაობა დარტყმა ხო იქ მერაბ კვირიკაშვილის მაგვეს აშკარად აბარა თავიდანვე ისე მიდის და თავიდანვე ხვდებით რომ ლუკას დარტყმა ზუსტია 0-6 გამორბენი დარტყმა ზუსტია 9-0 საქართველოს გაზარდა უპირატესობა აქ კრეგიონს დაუძახებს კაპიტანს და იტყვის რომ ივანიშვილი არ გვინდა აქ თამაში კარგი არის შვანგირაძე გამოვარდა ბურთი წინ უნდა შეხვდეთ იქნება გარეთ სივრცეები გადაგვიარეს და გაგვიტანეს ჩვენ ვახსენეთ რომ მათი ცენტრები იქნებოდნენ დღეს განსაკუთრებულად საშიშები ბევრი ბოჭვა გავაფუჭეთ ხშირ შემთხვევაში მივდიოდით ზემოთ გაიწმინდა კარგად ჯავახია მარტოა მიხმარება ჭირდება ამუშავა ფეხები მანაც მოიგო 1 მეტრი ივანიშვილი საფათოა ესე ბრავო ლუკა ივანიშვილი მშვენივრად დაინახა იქ სივრცე და შევიდა და ვეღარც ვერავინ გააჩერებდა იქ ლუკა ივანიშვილს უბრალოდ დერეფანში ბურთის მოგება გჭირდება ლაზარე და მე ჩვენ საქმეს კარგად გავაკეთებთ ივანიშვილი გატანილ ლეოს ავტორი გამოასწორა ის კუთელი მაგრამ მე თუ მკითხავ გამოსასწორებელი არაფერი არ ქონდა ხო და ამტკიცა აი განმეორებით აჩვენა კარგი ფინტი ცრუ მოძრაობა უბრალოდ შემოვიდა შიგნით და მე აქ ხა უკას გამჩერებელი შეიძლება ბევრი არ იყოს ლაგონია უტევს აჯვარი სივრცე ჯავახია 2 ტოქეზე მუშაობს ჯავახია ახლოში ლილიაშვილი არის სივრცე მიყვება კვესო მიყვება და რა პასი გაატანა ბრავო შესანიშნავი შეტევა ქართველებისგან და ლელო რა შეტევა ქონდა რა კარგად ჩაერთო ჯერ სივრცეში აი სივრცეს შეტევა რომელიც საოცრად და განვითარებული ნინიაშვილს და შემდეგ ეს უკვე არის ის რასაც კონტრაქტისტელობა წინ წევთ რა კარგად გაათამაშეს და მიაღწიეს ლელო საბოლოოდ მაინც ხო აი ეხლა შეიძლება ითქვას რომ რაკის სიახლოვეს იყო ნაკლებობა აშკარად წნეხში ვიყავით გაჭრილი ხაზის შემდეგ ვეღარ გადავეჭრა ხო 3 ჯამი მაჩი 78 წუთი ხედები კარგია იხარე ხო შესვენებაზე ისეთი გარე ხედები აქვს მოედანს ერთი ავიდო და კაცი ამიტანიშორია მატკავას დარტყმა ზუსტია და 26-12 14 კულამდე გავზარდით სხვაობა. ამით შეგვიძლია თამამად. მიშკო საინტერესო. ხო, რაღაცა საინტერესო განლაგება გვაქვს. აქ დრო გასულია. მოვიდა სპანდერაშვილი. და ლელო, ბრავო. კარგი ნოტაზე დავასრულეთ. გავათამაშეთ, კარგი კომბინაცია გავათამაშეთ მატჩის ბოლო წუთზე კიდეზე დავამიწეთ ბურთი. 12-31 გარდასახვა და დასრულდება დღევანდელი მატჩი. კარგი ბიჭი ხართ ოჩახ. 33-12 ასეთია საბოლოო ანგარიში და საქართველოს მოიპოვა მეორე გამარჯვება უკვე. Nations Cup-ზე შემდეგი გაჩერება იქნება ჩილე და ამით დავასრულებთ სანაკრებო ვერტიკალს ზაფხულში და დაუბრუნდებით უკვე შემოდგომაზე იმ მატჩის შემდეგ. ბევრი გამოსასწორებელი ფაქტორი გამოჩნდა